მოგესალმებით მეგობრებო, მოკლედ ამ რამოდენიმე დღის წინ მოხდა ძალიან ცუდი ფაქტი, რომელზეც მე თვითონაც ორი ვიდეო ლაივი მქონდა ჩაწერილი, გულისხმობ, როდესაც დვალიშვილმა ხელი დაარტყა ჩრდილო კავკასიელ სტუმარს და იქ განზღვაგინება იყო. მე ვთქვი, რომ ამ ადამიანზე არ ვისაუბრებ, არ მაინტერესებს მე ეს ადამიანი, მისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი და ვინმეს არ ეგონოს, რომ ეს ვიდეო დვალიშვილს ეხება. უბრალოდ მე მინდა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე გავამახვილო ყურადღება ქართულ საზოგადოებაში, რაც ამ ფაქტს მოყვა ქართველებს და ჩრდილოკავკასიელებს შორის დაძაბულობა, განზღვაგინება ერთი მხრიდან, მეორე მხრიდან ესე შემდეგ და ძალიან ბევრ ესე იგი საქართველოში მაშინ გაახსენდა ლეკიანობა, მაშინ გაახსენდა აფხაზეთის ომი 2008 წლის ომი და უბრალოდ 1000 სიბინძური დატრიალდა. მოდი ჯერ გავიხსენოთ ერთი თვითონ ეს ფაქტი და დაუბრუნდეთ ერთი იმას თუ რაზეც მინდა საუბარი. What's your problem? What's your problem? What's your problem? What's your problem? The Dashowitz. Shani's the Dashowitz. What's your problem? I don't like Duma. What's your problem? Hey, I got a kid right here, guys. How I Nazati? მე არ ვიცი ახლა ეს ვისთვის მისაღებია, ვისთვის მისაღები არ არის. მე პირდაპირ მინდა ვთქვა, როგორც ქართველისთვის და კავკასიელისთვის ეს მიუღებელი არის და არასწორია და არასწორად მემაჩნია, იმიტომ რომ სტუმარმა ადამიანმა არც განსხვავ, არც გინება არაფერი მსგავსი არ უკადრებია და მიიღო მუშტის სახეში და მიიღო დედის გინება, რაც ეს კიდევ უფრო დამატებით ამძიმებს ამ ყველაფერს. და ამ ფაქტს მოყვა შემდეგ გამოხმაურება სოციალურ ქსელებში და ეს ზოგიერთი გახარებული და გაამპარტავნებული ამ ამბიდან, რომ ჩვენ ეს ქვეყანა ჩვენია და აბა რა ბიჭო აქ საქართველოა და სტუმარმა სტუმრობა იცოდეს და 1000 რაღაც ცარიელი თავების ხრიგინი იყო, გადავიდა ეს ყველაფერი პოლიტიკაში, მიყვა, მოყვა, მოკლედ ისტორიაში 1000 საგიჟეთები და სიმართლე გითხრათ, შემხვდა სოციალურ ქსელში ერთი ბრძენი, უბრალოდ ბევრი იყო, მაგრამ ერთი განსაკუთრებით ბრძენი პოლიტოლოგი ყოფილა, რა ვიცი, პოლიტიკოსი და მისი პოსტი შემხვდა, რომელიც ეხებოდა აი ჩრდილოკავკასიელების თემას ამ საკითხთან დაკავშირებით და ნახეთ, აი მინდა ჩვენოთ, მოკლედ ეს ვაჟ ბატონი წერს, რომ რუკაზეო რაც არისო გამოსახულიო, ან ჩრდილოკავკასიას გულისხმობს, მოკლედ ესენი არიანო რუსეთის მონებიო, რა კავკასილაო, რა ისო, ესენი დამონებული ხალხია, მოკლედ პუტინის შნირები, ლეკვებიო და ესენიო, აქ წერია, ვისაც გინდათ წაიგითხეთ ეს მარაზმი და ვინმე მოამაცეო, კარგი არ დაწეროსო და მოკლედ ენაცვალეო ჩვენ ვაშკაცო ხელშიო, ესე დაარტყაო და ესენი ცუდი ხალხი არიანო და მოყვა იქ ახლა კომენტარებში ბევრი ნორმალურიც წერდა შესაბამის პასუხს, მაგრამ აი გამოსირებულები უფრო მეტი იყვნენ ნამდვილად და აბა რა და 100%-იანი მასია და აბა აფხაზეთში რა გაგვიკეთეს და აბა იმაში რა გაგვიკეთეს და ასე და აიხსენეს ლამის მთელი ისტორია გაიხსენეს. ლამის ჩავიდნენ იქე ვახტანგ გორგასლამდე, როდესაც ოსეთის მეფემ დამოტაცა და მოკლედ მთელი ამბები მოკლედ გადაატრიალ გადმოატრიალეს, ჩვენ ბრძენი ხალხი ვართ რა და გულისამრევი იყო თავიდან ბოლომდე ეს ყველაფერი. მაგრამ სიმართლე გითხრათ, ახლა გადავხედე ამ ადამიანის გვერდს და ახლა რა არაფერი იქ სალაპარაკო არ იყო, არის ერთი ჩვეულებრივად სლავა უკრაინელი, რუსოფობი, მოკლედ ყველაფერი დასავლური რო წმინდა აქ და მოკლედ რა როგორი კატეგორიაც ჩვევიათ, ყველაფერი დასავლურის გამომარჯვებს, ყველაფერი დანარჩენები ბანძი ჩაოხრებული, რაღაცა პოლიტიკოსია კაცი. ყოველ მეორე სიტყვაზე ტრამპი, ზელენსკი, შენჭირიმე შენგენაცვალე, რუსეთი იშლება, უკრაინა მაგრათაა და ახლა ეს პოლიტიკოსების დეფიციტი არა კონაუცკაპიკათაა საქართველოში და მოკლედ კიდევ და ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ ეს ფაქტი შემთხვევითი არ ყოფილა და ამ ფაქტის უკან ვინც იდგა, მათ ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომ საქართველოს და რუსეთს შორის, საქართველოს და ჩრდილოკავკასიას შორის ისედაც რთული ურთიერთობები, რომლებიც არსებობდა ამ ბოლო 35 წელიწადია და მანამდეც არ ყოფილა იული, კიდევ და კიდევ ერთხელ უნდა გართულებულიყო და ნუ მოკლედ ჩრდილოკავკასიელები და კავკასია არის მტყები
და დასავლეთი და უკიდურესი განათლება ეს არის ჩვენი ძმები და მეგობრები. რატომღაც ისტორია სულ სხვა რაღაცას გვასწავლის. აბსოლუტურად სულ სხვა რაღაცას გვასწავლის, უახლესი ისტორია. რა თქმა უნდა, ჩეჩნებიც და ჩრდილოკავკასიელებიც იბრძოდნენ აფხაზეთში და 2008 წლის ომში და მაგრამ არა მარტო ჩრდილოკავკასიელები, იბრძოდნენ რუსები, იბრძოდნენ უკრაინელები, იბრძოდნენ რუმინელები, პოლონელები, თურქები, იორდანელები, სირიელები, 1000 ჯგუფი მთელი ინტერნაციონალი გვებრძოდა. და ამაზე ერთ წივილი კივილი არის ატეხილი, რას ქვია მე ახლა ეს ვთქვი. გმირებათაც არიან დაჯილდოვებული ეს ხალხი. მოკლედ ეს ცალკე თემა არის, მაგრამ აი ჩრდილოკავკასიელები ომში და რუსები ომში რო გვებრძოდნენ და ხოცავდნენ და ესე იყო და ესე იყო. არავის არ ახსოვს ის თუ მანამდე რა ხდებოდა, რამდენჯერ ყოფილა ქართველებს და ჩრდილოეთ კავკასიელებს შორის მეგობრობა, ძმობა. თუნდაც ჩრდილოკავკასიის გამაჰმადიანებამდე თუ გამაჰმადიანების შემდეგ რამდენჯერ ქართველი მეფეები ალანების ჯარით რომის იმპერიას თავს ესხმოდნენ, რამდენი შემთხვევა იყო, როდესაც რა ვიცი, დარიალის კარის დასაცავად მთელი ჩრდილოკავკასია იყო გადმოსული აქეთკენ და თუნდაც თემურლენგის დამარცხება მოხდა მაშინ არაგვის ხეობაში, იმიტომ რომ ვერ გაეტია ფიზიკურად ის დიდი არმია და ჩრდილოკავკასიელებთან ერთად გიორგი მეშვიდემ უკუაგდო, მაშინ თემურლენგი რამდენი შემთხვევა ყოფილა იმის, რომ თუნდაც ერეკლეს ბრძოლებში რამდენიერ ჩერქეზებს უმსახურებიათ და მიუღიათ მონაწილეობა, მოკლედ ამაზე არ არის საუბარი რა. მე ამით იმის თქმა მინდა, რომ ისტორიაში თუ იყო ლეკიანობაც, თუ იყო ოსტათარეშიც, თუ იყო აფხაზეთში მიმდინარე მოვლენები, იყო საპირისპირო მოვლენებიც. ამიტომ ჩრდილოკავკასიელი ხალხი ჩვენი სისხლთნათესავი ხალხია და უდიდესი შეცდომა და უდიდესი საკუთარი თავის და საკუთარი სამშობლოს მტრობა არის, როდესაც ჩრდილოკავკასიას და დანარჩენ საქართველოს შორის დაიწყებ ათას ინტრიგებს, ჩათალახობას, ნაძირლობას და იქეთაც ძალიან დიდი ეს ლიბერალური ძალები არიან თუ ეს რუსეთის მომხრე პირიქით იმპერიალისტები არიან, რომლებიც ამ გესლს კიდევ და კიდევ უფრო აღვივებენ და იქ ჩრდილოკავკასიელებს ეუბნებიან, რომ აი ორბელიანი რო შემოიჭრა რუსული ჯარით და ალაგმა, იგივე ალექსანდრე ჭავჭავაძე, დაატყვევეს შამილი, მერე მოდის რომ სტალინმა ადგა და გადაასახლა ესენი და სრული ვაკხანალია, სრული არეულობა. კავკასიელები იყვნენ ერთმანეთთან მუდმივად დაპირისპირებული. ერთ მხარეს ისე მეორე მხარეს და ცხოვრობთ ამ ყველაფერში. ჩვენი ცხოვრება არის სამწუხაროდ ვერ მივიდა კავკასია, ვერ შეთანხმდა და კავკასიელები ვერ შეთანხმდნენ იმაზე, რომ ერთმანეთის წინააღმდეგ იარაღი არ აღმართოთ და ამას მოვაწეროთ ხელი ყველა კავკასიელმა ერმა. და ამიტომ გვაქვს ის რაც გვაქვს, ამიტომ ტერი პერიოდულად ახდენს ამ ყველაფრის გესლის ჩასხმას. მოკლედ, დღეს მე მინდა ერთ რაღაცას უახლეს ისტორიაში ძალიან მარტივი პარალელი გავავლო ჩრდილოეთ კავკასიას და აი ამ დასავლეთს შორის. თუნდაც 1921 წლიდან რო დავიწყოთ, მაშინ მთიელთა რესპუბლიკა საქართველოს უცნობდა, მთიელთა რესპუბლიკამ საქართველოს უცნო. ეს სხვათა შორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიის მონაკვეთი არის. ამიტომ კავკასიას ერთობლივი ჭირი და ერთობლივი ლხინიც ჰქონია ერთმანეთის დაპირისპირების მიუხედავად. მოკლედ 1991 წელს, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა და ყავდა პირველი პრეზიდენტი, კანონიერად არჩეული პრეზიდენტი და ეროვნული ხელისუფლება, მაშინ კარგად გავიხსენოთ, მაშინ ჩვენ დასავლეთმა როგორი მხარდაჭერა გავიკეთა და მე მიყვარს ერთ ფაქტებით საუბარი და მოდი გავიხსენოთ ერთი ეს ბნელი ფაფახიანი სუნიანი ჩრდილოკავკასიელები ესენი რო იძახენ და ჩვენი ძმა და მეგობარი ესენი რა ქვია ევროპელები როგორ იქცეოდნენ მაშინ. მიაღწია. თეთრი სახლის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ზვიად გამსახურდიას მისამართით ნათქვამი საბედისწერო ფრაზა, მაშინ მისმა მრჩეველმა ერთაშორის საკითხებში საკუთარი ყურით მოისმინა. ჩავრთეს ტელევიზორი და ტელევიზიით გადაცემენ პრესკონფერენციას თეთრი სახლის ეზოდან. თეთრი სახლის ეზოში გამართა ბუშმა
პრესკონფერენცია და ამ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა იმის შესახებ, რომ ამერიკა არასდროს არ ცნობს ამ არალეგიტიმურ პუჩისტებს და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვის პრეზიდენტობას და ამერიკა მზად არის მობილიზებულია ყველაფერი იმისათვის, რომ თავისი პოზიცია დაიცვას. აი ამ სიტყვებს რომ ამბობს ბუში, ამ დროს წამოდგა ერთი ძალიან სანდომიანი, საინტერესო ქალბატონი, ჭაღარათმიანი, შავი სათვალეები ჰქონდა, კარგად დავამახსოვრდა ეს ჟესტი და მან მიმართა, რომ ბატონო პრეზიდენტო, თქვენ თქვით, რომ არ ცნობს ამერიკა პუჩს მოსკოვში და აღიარებს მხოლოდ გარბაჩოვს და აგერ გუშინ CNN-მა გადასცა საქართველოს პრეზიდენტთან ინტერვიუ და საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, რომ ეს არის გარბაჩოვის შოუ. ამაზე ბუშმა იტეხა ისტერიკები და თქვა, რომ this is ridiculous, ეს არის სასაცილო. ესეთი გამოთქვა ინგლისური და ეს გამსახურდია დიდი ხანია მიდის დინარების საპირისპირო და დროა ის გამოერკვიოსო. აი ამან დამცამე თავზარი მე რაც მქონდა მოფიქრებული და როგორაც მქონდა ჩემი მოხსენება ჩამოყალიბებული დამემცხვრია სულაც პროექტი და ახლა არ ვიცი როგორ უნდა მოვიქცე ასეთ სიტუაციაში და მე მაშინალურად დავრეკე ზვიადთან და საბედნიეროდ აიღო ტელეფონი ზვიადმა და უთხარი რომ ეგეთი სიტუაცია მეთქი. უთხარი რომ ზვია ძალიან გთხოვ მეთქი რომ გადაბრუნებული ცუდი რაღაცა არ თქვა გარბაჩოვზე, იმიტომ რომ გულის ფიცარზე არ დამოჭრილი გარბაჩოვის სახელი ამერიკაში. კარგი და ეხლა ეს რო თქვა მეთქი მე რომ დამისვამენ ამ კითხვას მე როგორ უნდა მოვიქცე მეთქი ერთ. მაგათ უთხარი დინარებას კუტარი თავზები მიყვებიან. ეს იყო ფანტასტიკური მე ერთხელ თქვი ეს და კიდე არც არ მომბეძდება მის გამო ეს იყო საუკუნის ფრაზა ყველაზე კარგად ამ ერთი ფრაზით გამოხატა მან რომ საქართველოს არის ცოცხალი და არასდროს არ დანებდება და არ გაცვლის არაფერზე თავის დამოუკიდებლობასთან თავისუფლებას. ეს მოკლედ მონაყოლი ახლა კი მინდა გაჩვენოთ უშუალოდ, რაც ალბათ ბევრს დანახიც აქვს. აი, ვაჟბატონი ინგლისური კარგად იცით უკნიდან განათლებულებმა განსაკუთრებით და აი კარგად მოусვინეთ დამოუკიდებელ საქართველოზე ახალ ფეხადგმულ სახელმწიფოზე პირველ კანონიერ ხელისუფლებაზე და პრეზიდენტზე რას ამბობს ეს ბუში და ნაბიჯვარი კოლექტიური ეპშტეინების ესა რა ქვია ერთ-ერთი მამამთავარი რომელიც წამებელიც იყო, კაცის გამოუპატიურებელიც იყო და 1000 სიბინძურის ჩამდენი იყო, როგორც ეპშტეინის ფაილებიდან გახდა ცნობილი. Mr. President, just now on CNN's air, the president of Georgia said that this was all a plot inspired by Gorbachev himself. Now, whether that's true or not, what does that say to the state of the interethnic? He needs to get a little work done on the kind of statements he's making. I mean, that's ridiculous. There's a man who has been also swimming against the tide, it seems to me, a little bit. And I don't want to go overboard on this, but you got to get with it and understand what's happening around the world. Are you saying that to suggest that this President Gorbachev would plot to put the people of the Soviet Union through this kind of trauma and the rest of the world through it just makes absolutely no sense at all. Now, I haven't heard him say that, so I want to hedge it. You've told me he said it. I haven't heard it. So I've got to be very careful I don't react to something that may not be true. I learned that one a long time ago. So, but if that's what the man said, I would just discount it 100%. So anyway, I got to go to work. Rita. it's definitely over then. You're confident that the coup leaders are not here. I've not talked to people in Moscow. I did talk to Jim Baker, and he's very upbeat from the contacts he's had. He had a long talk with Yakovlev a few minutes ago, who is confident that it's over. But it's not up to us to decree whether it's over or not. I'm telling you what these very Ну, როგორც ნახეთ, როგორც მოისმინეთ, აი ესეთი მხარდაჭერის მაგივრად ახალმა ფეხადგმულმა სახელმწიფომ ასეთი მხარდაჭერა მიიღო იმ დროს მსოფლიოს ნომერ პირველი სახელმწიფოდან, პირიქით, შეინჭირიმე შენგენაცვალე,
სხვათა შორის ჯორჯ ბუშს ეკუთვნის უფროს ნაბიჯვარს სიტყვა, რომელიც მერე პუტინმა გაიმეორა, საბჭოთა კავშირის დაშლა ეს გეოპოლიტიკური ტრაგედია იყო და აი ნახეთ როგორი მხარდაჭერა ვის მიმართ გამოხატა და მე არა მაქვს უკვე საუბარი ბეიკერის და შევარდნაძის და ამათი ჩახუტება და ზვიადი როგორ აღმოჩნდა ფაშისტი. მე ახლა ზოგიერთებს რაღაცეები ავიწყდებათ და მოდი ჯობია რომ შევახსენოთ ესევეს რომ ზვიად გამსახურდია როდესაც იძულებული გახდა წასულიყო სამშობლოდან და ის იმყოფებოდა შიგ ევროპაში, დღესდღეობით ბევრისთვის სალოცავი შიგ ევროპა რო იყო, მაშინდელმა ვაცლავ ჰაველი რო ვაცლავ ჰაველია, აღარა მაქვს საუბარი უკვე იმათზე, რა ქვია, ბალტიისპირეთის რესპუბლიკების ვირთხები, ლანსბერგისები და ასე შემდეგ, რომლებიც დისიდენტები იყვნენ საბჭოთა კავშირის და ძალიან კარგად იცოდნენ ზვიად გამსახურდიას მიმართებაში, როგორ უსამართლოდ იქცეოდა დასავლეთი ხმა არავის მოუღია, თავში საფარი არავის მიუწია და მან ზვიადმა სხვათა შორის ეს პირდაპირ თქვა და ეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს მინდა ვაჩვენო ეს რომ იყოს აზრზე რომ აი შიგ ევროპამ როგორ გაწირა მაშინ საქართველოს და ზვიად გამსახურდია და ზვიად გამსახურდიამ პირდაპირ თქვა რომ ფინეთში ყოფნის დროს მის წინააღმდეგ მოქმედებდა ბუში და მის წინააღმდეგ მოქმედებდა გორბაჩოვი. ანუ დასავლეთი და რუსეთი ორივე შეთანხმებულად. There were no political opponents. There were concrete criminals which have made violence, attacks on police departments, taking arms from police, shooting on government buildings. For such violent deeds, I arrested 4 men, no more, for taking television by violence. If somebody will take now Finnish television with automats in Finland, what will your government do, please? What will your government do? I think you will arrest such person, yes? So I arrested people only for violent deeds. Gamsahurdia näkee syrjäyttämisessä taustalla laajemman salaliiton. Hänen mielestään kommunistit pyrkivät uudelleen valtaan demokratiatermin taakse piiloutuneena. Muun muassa vanhojen kommunistien voittoja. The head of this conspiracy stood former president of United States, George Bush, and Secretary of State Baker. What was in the world Gorbachev's influence? And what was Bush's influence? These 2 men were together against me and against legal job. აი მეგობრებო, ცხონებული ზვიად გამსახურდია პირდაპირ ამ ხელისუფლებას, ფინეთისას, პირდაპირ ამ ხელს მაშინ დემოკრატიულ, ეგრეთ წოდებულ დემოკრატიულ სამყაროს და ამბობს პირდაპირ რომ აი კონსპირაციის უკან რაც ჩემს ირგვლივ მოხდა, ანუ გადატრიალებას საქართველოში სისხლის ბრას და უბედურებას, რაც შევარდნაძემ და ამათმა გააკეთეს, ყველაფრის უკან იდგა 2 ადამიანი, ეს იყო ამერიკის პრეზიდენტი და ეს იყო გორბაჩოვი, საბჭოთა კავშირის პრეზიდენტი, პირველი და უკანასკნელი მაშინ. Ну, ამიტომ მეზიზღება მე პირადად შიგ ევროპა და მისი პოლიტიკა, ახლა ქვეყნებმა და ხალხმა რა დამიშავეს, მაგრამ აი პოლიტიკური ბიოლოგიური სანაგვე, რომელიც ასე იყო მომართული ახალი დამოუკიდებელი ქვეყნისთვის, მხარდაჭერაზე ზედმეტი არის საუბარი, უბრალოდ ასე არ გაიწირათ ჩვენი პრეზიდენტი, ჩვენი ერთადერთი კანონიერი პრეზიდენტი დღემდე და ასე არ მოქცეოდნენ და მან პირდაპირ თქვა თუ ვინ მონაწილეობდა მის წინააღმდეგ მოქმედებაში, სხვათა შორის ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი აი ამ ინტერვიუს გამო საერთოდ მოხსნეს და უმუშევარი დატოვეს, რო იცოდეთ. ეს ყველაფერი ცალკე საკითხია თუ ზვიადს როგორ მოიქცნენ ევროპელები და დასავლეთი. და აი როდესაც თითქოს მთელი მსოფლიო იყო ცხონებული ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, ზუსტად მაშინ, თუნდაც აი პუტჩის ბნელ დღეებში, მინდა გაჩვენოთ ახლა თქვენ უნიკალური მასალა, არის ინტერნეტში, მაგრამ არ ვიცი რამდენად ინვესტვის ცნობილი, რომელიც ასახავს, ეს ახლა მასალა რო არ იყოს და ისე თქვა სიტყვაზე, ვირას დაგიჯერებთ, დღეს 21 საუკუნე არის, აბა ჩანაწერი მენახი, აბა საბუს და ჩანაწერს რო დაუდებ, მაინც არ ჯერა ამ ხალხს და თუ ვინ ჩამოვიდა დასახმარებლად მაშინ და ვინ ჩამოვიდა ეროვნული ხელისუფლების მხარდასაჭერად და ეს იყვნენ ზუსტად ჩეჩნები. გაჩვენებთ ახლა ამ მასალას, რომელსაც აეროპორტში დახვდნენ პუტჩისტები, პუტჩისტი ნაძირლები
და აი ნახეთ თუ ეს ყარყარაშვილი და სიგუა და ეს ძალიან მაგარი პატრიოტების როგორია თავიანთი თავი დღემდე ზოგზოგიერთს როგორ ექცევიან საქართველოში ჩამოსულ ჩეჩნებს, რომლებიც ჩამოვიდნენ ზვიად გამსახურდიას და ეროვნული ხელისუფლების მხარდასაჭერად. Грузинское телевидение. 25 დეკემბერს ღამით თბილისის აეროპორტში გროზნოდან იდუმალი მისიით ჩამოსულ ჩეჩნეთის დელეგაციას თეთრი არწივის მებრძოლები დახვდნენ. Я договорюсь. Давай я немножко что вопрос. Я тот, кто пришел на переговоры. Сопровождение останется здесь. Нам они не Я опять же говорю, я вас очень прошу. Без всякого оружия мы идем. Ваше именем уже спекулирует наше руководство, наше правительство. Именем чеченцев взяла не вооружие, я тоже прошу. Уже спекулируют вашим именем. Они угрожают грузинскому населению, что приедут братья кавказцы с севера. Потому я вас прошу. Это жизнь, не жизнь. Надо приезжать по-братски, а не так с оружием. Зачем ты ко мне с оружием едешь? Мы-то не знаем, что здесь происходит. Мы пришли наоборот, от имени парламента, потому что это московская миссия. Находя весь Кавказ нас, забрать империю, что нас действует. А Гамсахурдия как раз работает на империю. დაგვირდით ხალხო რა სიდავებიან ამ ხალხმა არ იცოდა რა ხდებოდა, იცოდა რომ ცუდი ამბავი ხდებოდა, ჯოხარ-დუდავებმა გამოუშვა ხალხი საქართველოში, რა თქმა უნდა, იმათ ჩამოყვა დაცვა თვითმფრინავით და დახვდნენ ესენი ეს აი რა ვაჟკაცები და ზვიად გამსახურდიაო რუსეთის მხარესეო არისო, აქ თქვენი სახელითო ჭორები ვრცელდებაო, რომ ჩრდილო კავკასიელები მოდიანო დასახმარებლათო და იარაღით რატო ჩამოდით და უიარაღოთ რატო ჩამოდით. ხალხი ცემს პასუხს, რომ ჩვენ არ ვიცოდით აქ რა ხდებოდა, დაცვა იყო საჭირო და ჩამოვიდნენ დაცვით იარაღს დავტოვებთ და წამოვალთ შეხვედრაზე. და წამოვიდნენ შეხვედრაზე ამ ნაძირალა ვირთხებთან, პუჩისტებთან. ახლა კარგად მოусმინეთ თუ რას ელაპარაკებიან ამ ძაღლიშვილს, ამ მოღალატეებს, ამათ ლანძღვაგინება კი არა და ყველაფერს გეფიცები, ესენი ცოცხლად არიან დასაწვავები. ესენი ცოცხლად არიან ეს პუჩისტები და ეს ნაძირლები ყველა დასაწვავები. ნახოთ აბა შემდეგ ჩეჩნები რას ელაპარაკებიან პუჩისტებს. სტუმრებს პრეზიდენტის ნაცვლად ბატონი თენგის სიგუა შეხვდა. Мы считаем, что кровопролитие в Грузии является продолжением и играет на руку, только лишь, опять-таки повторяю, тем силам, которые хотели бы сохранить заступ ноги в виде, может быть, перевала через границу, может быть, нестабильность Кавказа, сохранить свое влияние здесь. Мы против этого. Одновременно мы озабочены ситуацией в Грузии, и, безусловно, наша озабоченность вытекает из нашего права быть озабоченными состоянием дел соседней республики, в соседнем независимом государстве, потому что события в Грузии непосредственно отражаются на позиции Чеченской республики. И мы не можем равнодушно относиться к ослаблению Грузии, к возможности потери Грузии своей независимости, потому что Грузия является сердцем Кавказа в геополитическом плане, и отсечение Чечни, так сказать, от внешнего мира, безусловно, не может нас не беспокоить. Мы об этом говорили и когда летели сюда в самолете. Исторически сложилось так, что Чечня возможным стала завоевать Чечню со стороны России только лишь после того, как были отсечены пути сообщения Чечни. Мы не можем себе позволить равнодушно относиться к событиям, которые происходят в Закавказье, потому что это является нашим тылом. Вот та цель, с которой мы приехали и позавчера, и сегодня. Обеспокоенность и решимость предпринять все политические меры, подчеркиваю, политические меры, для того, чтобы помочь, если это будет в наших силах, стабилизировать ситуацию в Грузии и видя будущность Кавказа только лишь во взаимопомощи, взаимовыручке кавказских народов, потому что мы считаем, и президент наш считает, и парламент считает, что без этого мы останемся той игрушкой, которая была до сих пор в руках как северных соседей, так и южных. Мы не можем позволить себе, чтобы история наша тысячелетиями, которая была только лишь повествованием о нашей борьбе за свою независимость,
чтобы эта история продолжалась и дальше. Мы хотим своим детям передать стабильный, сильный Кавказ и желательно Кавказское содружество, политическое содружество, экономическое содружество и духовное содружество. Как вы считаете, можно ли вооруженным путем установить демократическую власть? Антидемократическую власть сбросив вооруженным путем, конечно, можно. მოკლედ ძნელია ამ ყველაფერს რამე დაამატო. მთელი ალბათ შიგ ევროპა და მთელი ეს უკნიდან განათლებულები ვერ აზროვნებდნენ ისე როგორც ეს ადამიანი აზროვნებდა, რომელსაც მართლა აწუხებდა საქართველოში მიმდინარე მოვლენები, ქართველი ერის მდგომარეობა, საქართველოს მდგომარეობა და რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გარდა იმის საქართველოს დარდიდა ფიქრი გამოწვეული იყო იქიდან, რომ საქართველოს დაპყრობის და დაცემის შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩეჩნეთსაც ზურგი მოეჭრებოდა და იქნებოდა ზურგიდან დაუცველი და აღმოჩნდებოდა სათამაშოდ, ისეთ სათამაშოდ, როგორიც იყო აქამდე ჩრდილოეთის თუ სამხრეთის იმპერიების ხელში და გვინდა რომ მომავალ თაობას დაუტოვოთ თავისუფალი ჩეჩნეთი, გვინდა რომ მომავალ თაობას დაუტოვოთ დამოუკიდებელი ქვეყანა და რაც ხდება ჩვენს მოძმე სახელმწიფოში, ეს ჩვენ ვერანაირად ვერ გვაძლევს საშუალებას იმას, რომ ესე მშვიდად და წყნარად ვიყოთ. საქართველო არის კავკასიის გული და გვინდა შევინარჩუნოთ კავკასიამ, შევინარჩუნოთ ერთობა, გვერდითლომა. აი ამ დროს წესით და რიგით, განსაკუთრებით რუსეთის წინააღმდეგ მეომარი მედასავლეთები და ესენი საქართველოს და კავკასიას კი არ უნდა მტრობდნენ, პირიქით გვერდში უნდა დამდგარიყვნენ, რომ საქართველო გადარჩენილიყო, როგორც ძლიერ დამოუკიდებელ ქვეყანას იარსება, განვითარებულიყო და კავკასიაში თავის მეზობლებთან მიმართებაში ქონოდა ნორმალური ურთიერთობა, რაც თავისთავად მიცემდა საშუალებას იმას, რომ ჩრდილოეთ კავკასიის ქვეყნებს მოენახათ საქართველოში საყრდენები და ჯერ კულტურული დამოუკიდებლობა და შემდეგ პოლიტიკური დამოუკიდებლობაც მიიღოთ, რაც რო კითხო, რომ ამათი მთავარი მიზანია, მაგრამ ამათი მთავარი მიზანი არც საქართველო ყოფილა და არც კავკასია ყოფილა. ამათი მთავარი მიზანი იყო სისხლი, უბედურება, ომი, რაც აუცილებლად მიიღეს და მივიღეთ უყველამ და ამიტომ ისინი არ დაეხმარნენ არც ზვიადს, არც რა თქმა უნდა ჩეჩნეთს, არც არავის საერთოდ. აი ეს იყო და ეს არის დასავლეთის ბინძური პოლიტიკა საქართველოს და კავკასიის მიმართებაში. ხლა რაც შეეხება დანარჩენს კიდე ეს კაცი რასაც ლაპარაკობს, აქ ამაში ორი აზრი არ არსებობს, რომ საქართველოს ბედის გადაწყვეტით წყდება ყველაფერი კავკასიაში. ეს ასე იყო, ასე არის და ჩვენი ქვეყანა სადამ იარსებებს თავისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, თავისთავად იქნება ასე. მე როდესაც მოხდა უკვე საქართველოს დაპყრობაც, განადგურებაც და რაღაც მთლიანად უბედურება მოიტანა საქართველოში და მე მთელ კავკასიაში, მე ჩრდილო კავკასიაში, ეს იყო ზუსტად დასავლეთის გეგმაში და მათ ეს ყველაფერი შეასრულეს. და დღეს ეს ყველაფერი არის უბრალოდ გესლი და ბოღმა კავკასიელების გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ, აგერ უკრაინაშიც და აგერ უკრაინაში ომის თვითონ გემრიელად მშვიდად იცხოვრებენ. ამერიკაშიც, ევროპაშიც და კავკასიელებმა და რუსებმა ხოცეთ ერთმანეთი, სლავებმა ხოცეთ ერთმანეთი და თვითონ იქნებიან კარგად. მოკლედ, ამ ამბების მერე ყველაფერი კარგად გვახსოვს, როგორ იყო, წონებული ზვიადგამსახურდია იძულებული გახდა წასულიყო სამშობლოდან, შიგ ევროპაში როგორც მოიცემ უკვე გითხარით, მაგრამ ჩეჩნეთში ჩასულიყო. ჩეჩნებმა ჯერ პირველად წონებული გამოიხსნეს მაშინ, როდესაც სომხეთში იმყოფებოდა. მაშინაც სპეცრეისი გააგზავნეს სპეციალურად თავისი დაცვით, თავისი ყველაფრით, იქედან გამოიყვანეს, იმიტომ რომ იქ კარგი არაფერი არ ელოდებოდა და მაშინ სომხებთან მოუწიათ დაპირისპირება და სომხებს უთხრენ, რომ თუ კი ზვიადგამსახურდიას და მის ოჯახს თმისღერი ჩამოუვარდებოდა ჩეჩნეთის ტერიტორიაზე არსებული აბსოლუტურად ყველა სომეხი ეროვნების ადამიანი ტყვედ ჩაითვლებოდა და ტყვედ იქნებოდა აყვანილი და რა თქმა უნდა სომხებმა გაუშვეს მაშინ. ცალკე ისტორია. ამის მერე ზვიადი იყო იქ ევროპაში წასული და შემდეგ ისევ დაბრუნდა ჩეჩნეთში. შემდეგ ჩამოვიდა საქართველოში, თავისთავად, როგორც მოხდა ყველას გვახსოვს, მარტოობაში კაცსული ამოხადეს.
ბალტინის უკრაინული დესანტი და უნაუსოს მებრძოლები მიუსიეს ქართველებს სახოცად. ფაქტია ეს, ამას ვერავინ ვერ დამალავს. არ მაქვს საუბარი მოღალატე ქართველებზე და ამის შემდეგ კაცი მარტოობაში მოკლეს და ის გადაასვენეს შემდეგ ჩეჩნეთში, სადაც დიდი პატივით ქართული წესით, ადათით, ტრადიციით არსებობს ინტერნეტში ეს ვიდეო. ჯოხარ დუდოევმა მიიღო, დაკრძალა ქრისტიანული წესით. დიდი პატივი მიაგო და მის გარდაცვალებაზე შესაბამისი სიტყვაც თქვა. და ამ ყველაფრის შემდეგ ქართველი ჟურნალისტი ჯერ კიდე ცოცხალ ჯოხარ დუდოევს იკითხება ეს რაღაცას. Грузинское телевидение. Как вы оцениваете деятельность Зиады Гамсахурдия? Какие взаимоотношения ожидают между Чечней? Как повлияет его смерть на перспективу отношений между Республикой Грузия и Чеченской Республикой Ичкерия? Я могу заверить, что отношение к Грузии, грузинскому народу, к Армении, к армянскому народу, к Азербайджану, азербайджанскому народу, Дагестану, дагестанскому народу, всем народам на Кавказе у нас одинаково. Я хорошо помню наш разговор перед прибытием Зияды Гамсахурдия в Грузию. Я его убеждал. У нас состоялось 3 разговора. Зияд, мой дорогой брат, если ты сейчас туда поедешь, активизируются твои сторонники. Эта активизация приведет к усилению конфронтации. Усиление конфронтации нужно России. Россия воспользуется с применением своей вооруженной армады, чтобы разжечь дальше конфликт. Россия никогда не допустит свое появление снова во главе государства Грузия на данном этапе. И он это понимал. При второй встрече я ему мотивированно оперативные документы положил на стол, что готовится такая провокация и какие войска будут введены и именно с Черного моря, под чьим командованием, где они готовятся и как будет разворачивать сценарий. Он это осознал. Но с Грузии приезжали каждый день, каждый час, и он не мог отказаться только потому, что не показаться трусом. В 3-й беседе он прекрасно понимал, на что идет, куда едет, и что это усилит конфронтацию, усилит и вмешательство России. Когда он решил все-таки полететь и убыть, условие было: охрану твою личную подбираю я. Подобрал, он согласился. Но сторонники Зияды Гамсахурдия как-то нас обвели, лично меня. Не на том самолете, сказав этой охране и самолет, что не полетят на самолете, и не полетят сегодня вообще, откладывается, а сами вылетели на коммерческом рейсе. Так Зияд оказался на территории Грузии. События развернулись, как мы с ним и планировали, прогнозировали. Почему он пошел на этот шаг? Зияд не из трусливых, очень мужественный человек. Он предположил, при данной ситуации хорошо, снова вернется он к власти. Что он получает в наследие? Сотни тысяч убитых людей, разрушенная экономика, сплошной бандитизм, шпионство всех служб, конфронтации, полностью разваленное производство и слезы и горе грузинского народа. А проклятие все, конечно, Зияды.
И он не захотел запачкать свои руки в крови, как и не пачкал с первого дня. Я прекрасно помню, когда вооруженный путч начался, сколько людей прибывало сюда со всей территории Грузии. Почему он не призывает народ? И я им задавал вопрос. А вы думаете, легко призвать народ против своих же грузин, какие бы они ни были? В том-то и мужество Зияды Гамсахурдия, ум и талант, что он не призывает к гражданской войне. И видя такую ситуацию, чтобы не быть дальше фактором противостояния, а война бы в Грузии уже могла начаться и прошла бы дальше партизанская война. А что такое партизанская война на Кавказе, лесистой, гористой местности, в геополитическом положении, куда слетелись бы все ястребы всех спецслужб, провокаторов и сексотов, подогревали бы дальше, и грузинский народ медленно в гражданском неприятии погибал бы окончательно и полностью. Вот это Зияд Гамсахурдия и осознавал. Поэтому решил свой фактор, шагнув в вечность, убрать с пути грузинского народа, который он очень любил и был ей предан до конца своих дней. И я полагаю, что он это сделал вот из этих побуждений. Что получится сейчас? Теперь фактора Зияда Гамсахурдия нет, а бандитизм и разгул, терроризм и разрушения дальше идут. Идут. И теперь ни у кого не будет причины сослаться на Гамсахурдия. Он свои руки в крови собственного народа не умыл. Ни одной команды не отдал на братоубийство. Именно потому и уступил это проклятое, может быть, место в это проклятое время. ისაც გესმით რუსული, გაიგეთ ალბათ ყველაფერი. ადამიანმა პირდაპირ თქვა ჩამოაყალიბა არსი საქართველოსი ზოგადად გამსახურდიას პიროვნების, ზოგადად საქართველოში იმ დაგეგმილი უბედურების, რომელი დაგეგმილი უბედურებაც ჯერ კიდევ მაშინ იყო, რომ ომი საქართველოში გადაზრდილი იყო პარტიზანული ომის ფორმატში, მერე აქ როგორც ახლა ელოდებოდნენ მეორე ფრონტების გახსნა, უბედურება აქეთ-იქეთ და ქართველიერი დაღუპულიყო მაშინ. არ არის ზოგადად გამსახურდიაო, მაგრამ ბანდიტიზმი, ტერორიზმი და ათასი უბედურება აგერაა და ასე მოხდაო და თავის დროზეო მაგიტო დათმოო ისო, თავისი ხალხი არ დახოცაო და დათმოო ის წეული ადგილი ამ წეულ დროშიო, რომ საკუთარი ერი აეცილებია ამ უბედურებისთვის. მოკლედ, ასე იყო თუ ისე იყო, მაინც ვერაფერი ვერ ავიცილეთ. თუმცა შეიძლებოდა კიდევ ყოველთვის უფრო უარესი ყოფილიყო. და მის მერე მოვიდა ძალიან ბევრისთვის საყვარელი პოლიტიკოსი, ქართული ინტელიგენციისთვის, პატრიოტი ვითომ ინტელიგენცებისთვის, საქართველოს საპატრიარქოსთვის, სასწაული მისაღები პიროვნება, რუსეთისთვის მისაღები პიროვნება, მაინც იქაური პარტიული სკოლა ქონდა გავლილი, დასავლეთისთვის ერთ-ერთი უძვირფასესი პიროვნება, რომელიც ბუშს უყვარდა, რომელიც ბეიკერს უყვარდა, ტეტჩერს უყვარდა. და უნდა აუშენებულიყავით. მის მერე რო ინგრევა საქართველო და მის მერე გადაგვარებაზე რო არის დამდგარი და ვართ. გვაქვს პრობლემები და გვექნება ყოველთვის პრობლემები, იმიტომ რომ რეგიონში რომელშიც ცხოვრობ, კავკასია არის და რომ მოგინდება შიგ ევროპელობა და როგორც ღამურა იქცა, ხაბურად იქცა თაგვი და დაწერილია იმ თავს რა მოვიდა. ძალიან კარგად. აგიწერეთ ის ლექსში, სანამდე იქნები ხამურა, მანამდე გექნება პრობლემები კავკასიაში. სანამდე არ გექნება გააზრებული პოლიტიკა კავკასიელი ხალხის მიმართ. სანამ არ გექნება გააზრებული პოლიტიკა შენი ერის და შენი ქვეყნის მიმართ და სანამდე იქნები ესეთ მოღალატეობრივ ჭაობში ჩაბმული, სულ გექნება პრობლემები. აი ისე მაგალითად როგორც თვალიშვილი მოიქცა. სტუმარს კავკასიელობის
კავკასიურში არ ჯდება და ამერიკულში ალბათ ჯდება სტუმრის ხელის გარტყმა და დედის გინება. ალბათ არ ვიცი, ამერიკულ მენტალიტეტს არ ვიცნობ ისე კარგად, როგორც კავკასიურ მენტალიტეტს ვიცნობ, ამიტომ ლაპარაკობ. ჯოხარ დუდაევმა, რომელიც ლეგენდა პიროვნება იყო ნამდვილად და გააცოცხლა ჩეჩენიაში დამოუკიდებლობის თავისუფლების და ჭეშმარიტი რეალური თავისუფლების სურვილი და ფუნქცია და ყველაფერი. აი ესეთი რაღაცა თქვა ბოლოს შევარდნაძეზე, ვისი ხელითაც ჩაანაცვლეს ზვიად გამსახურდია და მოусმენთ. Имя Эдуарда Шеварднадзе. Как отвращение. Я это имя слышу, как мне неприятно говорить то, что я думаю, когда я слышу это имя. По сути дела, это человек, который втерся в это государство и разрушил его, разбил его народы, вверг гражданскую войну. И это ради того, чтобы овладеть своим мелким тщеславием, быть царем Грузии. Народ Грузии ему не простит этого. Я думаю, что Шеварднадзе никогда не утвердится, и если народ Грузии примет такого царя себе, то можно считать, что этот народ не имеет перспективы на свое. შევარდნაძე, აი ყველაზე მეტად აი ეს სიტყვები არ ამომდის ყურიდან. იმიტომ რომ ვინც არ იცის, გავიმეორებ თარგმნოთ რა თქვა. კაცმა თქვა ესეთი რაღაცა, მე ამ ადამიანის გვარი შევარდნაძე ძალიან ცუდად მესმის, გულის ამრევად ისმის ყურში და ეს არის ადამიანი, რომელიც ჩავიდა საქართველოში, გახლიჩა ქართველიერი, გადაკიდა, ქვეყანა ჩაათრია სამოქალაქო დაპირისპირებაში, სისხლში ჩაახშო ყველაფერი და ერთადერთი მიზნით, რომ თავად გამხდარიყო მეფე საქართველოსი. მე ვფიქრობ, რომ შევარდნაძეო საქართველოსიო ვერ დაჯდება მეფეთო, მაგრამ თუ მაინცო ქართველიერიო შევარდნაძეს დაისვამს მეფეთ თავზეო, შეიძლებაო ჩაითვალოსო, რომ ამ ერს არ აქვსო არსებობის პერსპექტივა უახლოეს მომავალში. სიმართლე გითხრათ, ყოველთვის მაფიქრებს მე პირადად, როგორც ქართველს ეს ფიქრი იმის შესახებ, რომ მიიღო ქართველმა ერმა შევარდნაძე თუ არ მიიღო. ძნელია სიმართლე გითხრათ პასუხი გასცე. იმიტომ რომ წლების შემდეგაც პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია ქართველებისთვის ყველაზე ღირსეული პრეზიდენტია და ინსტინქტურად მაინც ხვდებია. შევარდნაძე ყველაზე უკანასკნელი პრეზიდენტი. იქამდე სააკაშვილზე ექვემოთაც კი არის ბევრისთვის. მაგრამ რაც შეეხება იმას, რომ მიიღო თუ არა საქართველოს შევარდნაძე, აი აქ უკვე ძალიან პრაქტიკაში ძალიან ძნელადაა საქმე. იმიტომ რომ შევარდნაძე არათუ ფიზიკურად იყო საქართველოს პრეზიდენტი ორჯერ. ერთხელ მეთაური, ერთხელ პრეზიდენტი და მეორეჯერ პრეზიდენტი. თუმცა რეჟიმის ტრანსფორმაცია განხორციელდა მაშინ. საქმე ისაა, რომ შევარდნაძე მიუხედავად იმისა, რომ დღეს მკვდარია, ზოგადად თვითონ შევარდნაძე როგორც სისტემა, შევარდნაძე როგორც მმართველობის სტილი და მისი დამოკიდებულება სისტემიდან ქართველიერის და საქართველოს მიმართ ცოცხალია. მისი გამოზრდილი კადრები აბსოლუტურად ყველა ცოცხალია და მისი აღებული გეზით მიდის დღემდე საქართველოს უკუღმა. რასაც მოაქვს რღვევა, გრევა, ტრობა, შუბლი, დაპირისპირება, ერთმანეთის ჭამა და დამკვიდრებული მმართველობის სტილი, რომლის პერიოდშიც საქართველოში თაობები გაიზარდა და სხვანაირად ვერ წარმოუდგენია. ამიტომ ჯოხარის სიტყვებს აქვს თუ არა ქართველებს პერსპექტივა ძალიან ძნელია პასუხი გასცე.
იმიტომ რომ ერთი შეხედვით საქართველოს და ქართველიერის, საქართველოს როგორც სახელმწიფოს ნგრევა და განადგურება ტერიტორიული მთლიანობით მიმდინარეობს არ შეწყვეტილა ერთი წუთითაც. ქართველიერის დემოგრაფიული ყდომა, ფიზიკური განადგურება ასევე არ შეწყვეტილა და მიმდინარეობს. ამიტომ ვფიქრობ ესეთ რაღაცას, რომ თუ კი ქართველიერი აზრზე ვერ მოიგება და ვერ შეეწინააღმდეგება შევარდნაძის დამკვიდრებულ სისტემას, ჯოხარ დუდაევი აღმოჩნდება 100%-იანი მართალი და ქართველიერი ახლოს პერსპექტივაში როგორც ასეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოს და როგორც ერის არსებობას შეწყვეტს. იმიტომ რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და დღევანდელი გადაგვარება ქართველი ერის, პირველ რიგში ზნეობრივი სულიერი, ხო? ეს არის ის, რაც არის საქართველოს და ქართველების ყველაზე დაუძინებელი მტერი. და არა რუსეთი და არა ევროპა და არა ამერიკა. გარემწრები ყოველთვის იქნებიან. თავი არის საქართველოში ქართველები როგორ ვექცევით ერთმანეთს და ვეკიდებით ჩვენ სამშობლოს. აი ამის პრობლემა დგას. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. მინდა თხოვთ გამოიწერეთ არხი, გააზიარეთ ეს ინფორმაცია და სურვილი შესაბამითად, ვისაც გააქვს სურვილი განახორციელოთ დონაცია საბანკო ანგარიში აღწერილობაში იქნება მითითებული.